წარმოიდგინეთ, რომ აქ ვდგავარ და თოკის ბოლო მიჭირავს. მე ვარ მარცხენა ბოლოში და თოკის ჭერისას სწრაფად ავწიე ხელი ზემოთ და შემდეგ ქვემოთ. ანუ დავაბრუნე საწყის პოზიციაზე. იმ მომენტშივე რომ გადაგვეღო სურათი, როცა მოძრაობა დავასრულე, დავინახავდით რაღაც ასეთს. თოკს აქვს ტალღოვანი ფორმა, რომელიც იმეორებს ჩემი ხელის მოძრაობას ზემოთ, ქვემოთ და ისევ შუაში. თოკის დარჩენილი ნაწილი ამ დროს არის სწორი. ალბათ მსგავსი რამ გინახავთ თუ სახტუნაოთი გითამაშიათ, ან ზამბარით, რომელიც წინ და უკან ირხევა, ან სპორტულ დარბაზში თუ გინახავთ ვინმე დიდი თოკებით რომ ვარჯიშობს. ვიცით რომ დროთა განმავლობაში ეს ტალღოვანი ფორმა გავრცელდება მთელ თოკზე. ანუ თუ ეს არის ის, რასაც ვხედავთ ხელის მოძრაობის დასრულებისთანავე, გარკვეული დროის შემდეგ დავინახავთ, რომ თოკის პირველი საწყისი ნაწილი დაუბრუნდა თავის ფორმას და ეს ტალღოვანი ფორმა აგრძელებს თოკის გასწვრივ მოძრაობას და გააგრძელებს სანამ არ მივა ბოლომდე. სწორედ ეს არის ტალღა ფიზიკაში. ტალღა არის რხევა, ამ შემთხვევაში ჩემი ხელის მოძრაობით გამოწვეული ტალღოვანი ფორმა თოკზე და ამ რხევას შეუძლია გავრცელება, ანუ გადაადგილება კონკრეტული მიმართულებით. ანუ ტალღა არის რხევა, რომელსაც შეუძლია გავრცელება. ამ კონკრეტულ მაგალითს ეწოდება მექანიკური ტალღა. მექანიკური იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ვრცელდება გარემოში, თოკში ვრცელდება ეს ტალღა. ესე იგი, მექანიკური ტალღები ვრცელდება რაღაც გარემოში. ტალღების შესახებ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რისი აღნიშვნაც ახლავე ღირს, არის ის, რომ ტალღებს გადააქვთ ენერგია და არა მატერია. ეს ნიშნავს, რომ ეს მოძრავი ფორმა რომ გადაადგილდება თოკში, თვითონ თოკის ნაწილაკები სადმე არ გადააქვს თოკის გასწვრივ. თოკის ნებისმიერი ნაწილი შეიძლება მოძრაობდეს ზემოთ და ქვემოთ, როცა ტალღა გაივლის ამ სექციას, მაგრამ თვითონ თოკი არსად არ მიდის. ამის ნაცვლად რაც ხდება, არის რომ ჩემი ხელის მიერ თოკისთვის გადაცემული კინეტიკური ენერგია გადაეცემა ნაწილაკიდან ნაწილაკს და ასე ვრცელდება თოკში. ესე იგი, ტალღებს გადააქვთ ენერგია და არა მატერია. პირველ მაგალითში ხელი მხოლოდ ერთხელ ავწიე და დავწიე, რამაც შექმნა მხოლოდ ერთი ტალღური იმპულსი, რომელიც გავრცელდა თოკში. ამის ნაცვლად ხელი რომ განუწყვეტლივ მემოძრავებინა ზემოთ და ქვემოთ, მაშინ დავინახავდით ტალღის ფორმას, რომელიც გამოიყურება დაახლოებით ასე. როცა ვშვებით ტალღის მოდელირებას, არსებობს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომლებიც კარგია რომ ვიცოდეთ. პირველი არის პერიოდი. პერიოდი იზომება წამებში და გვიჩვენებს რა დროს სჭირდება ერთი ტალღური ციკლის დასრულებას. შემდეგი არის ტალღის სიგრძე. ის იზომება მანძილის ერთეულებში, როგორიცაა მეტრი და წარმოადგენს მანძილს მომიჯნავე ტალღების იდენტურ წერტილებს შორის. და ბოლოს გვაქვს სიხშირე. თუ მაგალითად ჩვენი დახატული ტალღის მონაკვეთი მოიცავს ერთ წამს და ამ ერთ წამში არის, ვთქვათ, 4 ციკლი, ეს ნიშნავს, რომ მისი სიხშირეა 4 ჰერცი, ანუ 4 ციკლი წამში. ასე რომ სიხშირე, რომელიც იზომება ციკლების რაოდენობით წამში, გვიჩვენებს რამდენი ტალღური ციკლი ხდება ყოველ წამს. ტალღის ამ ძირითადი თვისებების გამოყენებით შეგვიძლია გამოვყოთ უფრო საინტერესო ფიზიკური მახასიათებლები, როგორებიცაა სიჩქარე, ანუ მანძილი დროში. თუ გვინდა ვიცოდეთ რა სისწრაფით მოძრაობს ტალღა, შეგვიძლია ავიღოთ მისი ტალღის სიგრძე, რომელიც არის ერთი ციკლის მიერ დაფარული მანძილი და გადავამრავლოთ სიხშირეზე, რომელიც არის ერთ წამში, ანუ დროის მოცემულ მონაკვეთში შესრულებული ციკლების რაოდენობა. ციკლები იკვეცება და გრჩება მანძილის შეფარდება დროსთან, რაც არის იგივე, რაც სიჩქარე. ეს არის ჩვენი ფორმულა ტალღის სიჩქარისთვის. ტალღის სიგრძე გამრავლებული სიხშირეზე. და რა თქმა უნდა, სიჩქარის სტანდარტული ერთეულია მეტრი წამში. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ტალღის სიჩქარეზე. პირველი არის ტალღის ტიპი. სხვადასხვა ტიპის ტალღები მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით. ამისი თვალსაჩინო მაგალითი არის ელვა. ალბათ მოხვედრილ ხართ წვიმაში ან ჭექაქუხილში, ან უბრალოდ შორიდან მაინც გინახავთ ელვა და გინახავთ რომ ჯერ ხედავთ ელვას და რაღაც დროის შემდეგ მოდის ქუხილის ხმა. ეს ხდება იმიტომ, რომ ეს ორი რაღაც არის ერთი მოვლენის ორი სხვადასხვა ნაწილი. ერთი არის ვიზუალური და მეორე არის ხმოვანი. და საქმე ისაა, რომ სინათლით ვიღებთ ვიზუალურ ინფორმაციას და სინათლე ვრცელდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ბგერა, რომელიც გვაძლევს ხმოვან ინფორმაციას. ელექტრომაგნიტური ტალღები ზოგადად განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მოძრაობენ, არამედ იმიტომაც, რომ მათ არ სჭირდებათ გარემო გავრცელებისთვის. პირდაპირ სივრცეში ვრცელდებიან. მეორე მხრივ ქუხილი, როგორც ვთქვით, არის ბგერითი ტალღა, რომელიც სინათლეზე ნელა ვრცელდება და ამიტომაა, რომ ჯერ ვხედავთ ელვას, იმიტომ რომ სინათლე გაცილებით მალე მოვიდა შორიდან და შემდეგ გვესმის ქუხილი. ანუ სხვადასხვა ტიპის ტალღები მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით. მეორე მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ტალღის სიჩქარეზე, არის გარემო, რომელშიც ვრცელდება ტალღა. მოდი ისევ მაგალითად განვიხილოთ ბგერა.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი ხმოვანი იოგები მოქმედებენ ჰაერის ნაწილაკებზე. ეს ნაწილაკები ირხევიან წინ და უკან, ქმნიან შეკუმშვებს და ეს შეკუმშვები გადაეცემა გარშემო მყოფ ნაწილაკებს. და რადგან ზოგადად ტალღები ვრცელდება, ბგერაც ტალღაა და ვრცელდება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თუ ეს ნაწილაკები ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან განლაგებული, ეს ვიბრაციები უფრო სწრაფად გადაეცემა, რადგან ნაწილაკები ბევრად უფრო სწრაფად დაეჯახებიან ერთმანეთს. და როცა ისინი შორიშორს არიან ერთმანეთისგან, მაშინ ბგერა გადაიცემა უფრო ნელა. ამიტომაა, რომ ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება წყალში მაგალითად ბგერა, ვიდრე ჰაერში. სითხეში ნაწილაკები არიან ერთმანეთთან უფრო ახლოს. უფრო მჭიდროდ არიან განლაგებული, უფრო მოკლე დროში და ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს და ტალღის გავრცელება ხდება უფრო სწრაფად. ესე იგი, სხვადასხვა ტალღა მოძრაობს სხვადასხვა სიჩქარით და ამაზე გავლენა შეიძლება იქონიოს იმ გარემომ, რომელშიც ვრცელდება ეს ტალღა. კარგი, რომ შევაჯამოთ მთელი ეს ინფორმაცია. გვაქვს ტალღები, რხევა, რომელსაც შეუძლია გავრცელება და მას აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი. ესენია პერიოდი, ანუ დრო, რომელიც ერთი ციკლის დასრულებას სჭირდება, ტალღის სიგრძე, ანუ მანძილი ერთმანეთის გვერდით მდებარე ორი ტალღის იდენტურ წერტილებს შორის და სიხშირე, ანუ რამდენი ტალღური ციკლი სრულდება ერთ წამში. მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ორი ციკლი ერთ წამში, რაც ნიშნავს 2 ჰერცს სიხშირეს. ტალღის სიჩქარე გამოითვლება ტალღის სიგრძისა და სიხშირის გამრავლებით და ამ სიჩქარეზე გავლენას ახდენს ტალღის ტიპი და გარემო, რომელშიც ის ვრცელდება. მექანიკური ტალღები არის ტალღები, რომლებიც ვრცელდება გარემოში. მაგალითად ბგერა, ზამბარა, ან თოკი, ან ოკეანის ტალღები. და ელექტრომაგნიტური ტალღები, როგორიცაა სინათლე, განსაკუთრებულია, რადგან მათ შეუძლიათ ვაკუუმში გავრცელება. ანუ მათ არ სჭირდებათ გარემო გავრცელებისთვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპისაა ტალღა, ყველა მათგანი გადასცემს ენერგიას და არა მატერიას.